მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. მადლობთ ესეთი ლამაზი სიტყვებისთვის, მეც მიყვარხართ. ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, ვიყვარდეს ერთმანეთი, ცუდი საქმე არ გავაკეთოთ და კარმაში ბევრი პლუსები დავიწეროთ. ეხლა რაშია საქმე? აქ თქვენ ხედავთ ძაღლს, ხო? ეს უკან არის მირონის წყალი და ანგელოზები. ვიზეც გინდათ თქვენი შვილებიდან, ეს შეგიძლია შვილებისთვისაც უყუროთ, ახლა სადღაც უკვე 9 წლიდან კი ზემოთ თემა ეხება ძაღლურ ცხოვრებას. ჯადოებს რო გიკეთებენ ძაღლურ ცხოვრებაზე, რომ გამოსავალი აღარ არსებობს, რა აღარ გააკეთეთ, მაგრამ მაინც იგივენაერად მეურდება, ვერ გამოდიხართ ამ ძაღლური ცხოვრებისგან, იმიტომ რომ მიბმა გაქვთ გაკეთებული. ეს ხართ თქვენ, აი ახლა გაცრავად 7-სრიანი მარიამის ღვთისმშობლის როგორც იცით რომ ხატი და ძალა განგმირავს, ეს ხართ თქვენ და ახლა შეგიძლიათ ან მერე ვიზეც უყურებთ, აი ეს თქვენი შეხედულება, თქვენი გარეგნობა, თქვენი არსება, თქვენი მეორე მე ჩადევით აქ მიდით. ესე მივაყუდებ. აი ეს მივაყუდებ. ეს ვინც ჯადოები გააკეთა, მოიხსნება და ეს ბუმერანგი, რა თქმა უნდა, ავტომატურად წავა და ბევრი რო არ გავაგრძელოთ, დავიწყებ მე. მოწვეული მყავს, ვინც საჭიროა ნათელი მაღალი ძალები და დავიწყებ თეთრი სანთლიდან. ოხოხო, წყალი, რა თქმა უნდა, გამზადებულია როგორც ყოველთვის და დავიწყებ მისმინეთ. შევკრავ, შევნასკვავ მე მონახთისა სახელი, ჩემს საქმეს 12 კვანძად, 12 ღვედად ძაღლური ჯაჭვის წინააღმდეგ შავმა სულმა ძაღლური ცხოვრების ჯადო მომახვია, ჯადო მომაბა, მოკაჩა ქსელი, მომაჭიმა წნელები, ყელზე წამომაცვა ბაწარი და შემიკრა ძაღლის მისაბმელი კვანძები. ცბიერმა სულმა ღვთისა მონა სახელი, გაძაღლებულ მატლად აქცია, რათა ღვთის ადამიანები ეწამობდნენ და იტანჯებოდნენ, ანუ წამობდნენ. დღე და ღამე სიმშვიდეს ვერ პოულობდნენ, სიმწრით ყმუოდნენ და ზღვა ცრემლების სდიოდეთ. შავმა სულმა სახელი, ყელზე ძაღლური საყელური ჩამოაცვა, ძაღლური ჩააცვა ტანზე, სასიკვდილოდ, სატანჯველად, დასანგრევად და საფორიაქოდ. მე ავიღებ ჯვარს ხელში, მოვხსნი მონახთისას, ანუ მე ნინია ავიღებ ჯვარს ხელში, მოვხსნი მონახთისას სახელი, ღვთისაგან ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჩურჩულს, ყველა ამ ჯადოს ლოცვებს და დასახმარებლად წმინდა ვლასი მოვა. ამოაძრობს მონახთისაგან სახელი ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჯადოქრულს, ყველა ძაღლურ დასმულ და მიწებებულ ჯადოებს და როგორც ძაღლი ძვალს ღრნის, ყმუის და მიწას თხრის, ასევე ჯადოს გამკეთებლის სულმა, ანუ მტერმა იყმულოს და იკვნესოს, საკუთარი ბოროტებით თვითონ დაიტანჯოს, დაიკვნიტოს ხელები და დაიკბინოს ფეხები და დაეკეტოს მას ყველა გზები. დაე ეს მთელი ძაღლური ჯადო მის გამკეთებელთან უკან
წავიდეს, მიუბრუნდეს და ჩაესოს მას და იპოვოს ადგილი მასში. ვერავინ შეაჩეროს ჩემი საქმე, ამ ლოცვით ნათქვამი, ჩემი სიტყვები უკან ვერ მოაბრუნოს. 3 გასაღებით ვხურავ, სანთელი გაგიშდა და 3 ბოქლომით ვკეტავ ჩემს საქმეს. ამინ. კარგად შემაქანა რო იცოდეთ. უყურეთ, როგორი ყელსაბამია ხედავთ ძაღლური და აქ უკვე ნახეთ სულები ამოვიდა ფულებზე, გულიც ეს გულიც არის იგივე სიყვარულზე, ურთიერთობაზე, აქ როგორი კვანძია, ეს უკვე კლიტე იხსნება, ჯაჭვი იხსნება. მადლობა უფალს, გავაგრძელებ, მისმინეთ. შევკრავ, შევნასკვავ, მე მონა ღვთისა, თქვენი სახელი, ჩემს საქმეს 12 კვანძად, 12 ღვედად ძაღლური ჯაჭვის წინააღმდეგ. შავმა სულმა ძაღლური ცხოვრების ჯადო მომახვია. ჯადო მომაბა, მუქაჩა ქსელი, მომაჭიმა წნულები, ყელზე წამომაცვა ბაწარი და შემიკრა ძაღლის მოსაბმელი კვანძები. ცბიერმა სულმა ღვთის მონა სახელი გაძაღლებულ მატლად აქცია. აი მატლივით რო დაეხვია, ნახეთ ზუსტად გვისმენს ანგელოზები. რათა ღვთის ადამიანები ეწამობდნენ და იტანჯებოდნენ. დღე და ღამე სიმშვიდეს ვერ პოულობდნენ, სიმწრით ყმოდნენ და ღრმა ცრემლების სდიოდეთ. შავმა სულმა სახელი თქვენი ყელზე ძაღლური საყელური ჩამოაცვა, ძაღლური ჩააცვა და ტანზე სასიკვდილოდ, სატანჯველად, დასანგრევად და საფორიაქოდ. მე ნინია ავიღებ ჯვარს ხელში, მოვხსნი მონა ღვთისა სახელი სგან ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჩურჩულს, ყველა ამ ჯადოს ლოცვებს და დასახმარებლად წმინდა ვლასი მოვა. ამოაძრობს მონა ღვთისაგან სახელი ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჯადოქროლს, ყველა ძაღლურ დასმულ და მიწებებულ ჯადოებს და როგორც ძაღლი ძვალს ღრღნის, ყმუის და მიწას თხრის, ასევე ჯადოს გამკეთებლის სულმა იყმულოს და იკვნესოს საკუთარი სიბოროტით, საკუთარი ბოროტებით თვითონ დაიტანჯოს, დაიკვნიტოს ხელები და დაიკბინოს ფეხები და დაეკეტოს მას ყველა გზები. გაიხსნა, გავხსენი. დაეეს მთელი ძაღლური ჯადო მის გამკეთებელთან უკან წავიდეს, მიუბრუნდეს და ჩაესოს მას, იპოვოს ადგილი მასში. ვერავინ შეაჩეროს ჩემი საქმე, ამ ლოცვით ნათქვამი, ჩემი სიტყვები უკან ვერ მოაბრუნოს. 3 გასაღებით ვხურავ და 3 ბოქლომით ვკეტავ ჩემს საქმეს. ამინ, ამინ, ამინ. აქ ნახეთ რეები ამოვიდა. კარგად მუშაობს, კარგად. აი ნახეთ ხეც, ფესვებიც, ნახეთ მთლიან თქვენს ოჯახზეა ესე იგი გაკეთებული. თქვენს ოჯახზეა გაკეთებული, ხედავთ? შევკრავ, შევნასკვავ, მე თქვენი სახელი, ჩემს საქმეს 12 კვანძად, 12 ღვედად ძაღლური ჯაჭვის წინააღმდეგ. შავმა სულმა ძაღლური ცხოვრების ჯადო მომახვია, ჯადო მომაბა, მუქაჩა ქსელი, მომაჭიმა წნული ყელზე წამომაცვა ბაწარი და შემიკრა ძაღლის მისაბმელი კვანძები. ცბიერმა სულმა ღვთის მონა სახელი გაძაღლებულ მატლად აქცია, რათა ღვთის ადამიანები ეწამოდნენ და იტანჯებოდნენ. დღე და ღამე სიმშვიდეს ვერ პოულობდნენ, სიმწრით ყმუოდნენ და ზღვა ცრემლების სდიოდეთ. შავმა სულმა სახელი
ყელზე ძაღლური საყელური წამოაცვა, ძაღლური ჩააცვა უჭირს სანთელს, ძაღლური ჩააცვა ტანზე, სასიკვდილოდ, სატანჯველად, დასანგრევად და საფორიაქოდ. მე ნინია უფლის ნებართვით, ჩემი ძალებით ავიღებ ჯვარს ხელში, მოვხსნი მონახთისასგან თქვენი სახელი, ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჩურჩულს, ყველა ამ ჯადოს და ლოცვებს და დასახმარებლად, ესე იგი ალება ჭირს მარტო, ნახეთ როგორ ტირის სანთელი, ზემოთ ადის, არ ეწვეთება, იმიტომ რომ უკან დემონები არიან და არ სიამოვნებთ, ეხლა არ უნდათ რომ მოხსნა. არ უნდათ რომ მოხსნა. ყველა ძაღლური საყელური წამოაცვა, ძაღლური ჩააცვა ტანზე სასიკვდილოდ, სატანჯველად, დასანგრევად და საფორიაქოდ. მე ნინია ვიმეორებ ღვთის დახმარებით, უფლის დახმარებით, ავიღებ ჯვარს ხელში, მოვხსნი მონახთისასგან სახელი თქვენი. ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჩურჩულს, ყველა ამ ჯადოს ლოცვებს და დასახმარებლად წმინდა ვლასი მოვა. ამოაძრობს მონახთისაგან სახელი ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჯადოქრულს, ყველა ძაღლურ დასმულ და მიწებებულ ჯადოებს და როგორც ძაღლი, წამოვიდა, ნახეთ რა სიშავე წამოვიდა. როგორც ძაღლი რა შურია, გაბრაზდნენ ჯადოქრები, როგორც ძაღლი ძვალს ღრნის, ყმუის და მიწას თხრის, გაიხსნა, მადლობა უფალო, როგორც ძაღლი ძვალს ღრნის, ყმუის და ნახეთ რაზე გაქვთ გაკეთებული, მიწას თხრის, ასევე ჯადოს გამკეთებლის სულმა იყმულოს, ნახეთ რა ხელა არხი გაქვთ, დიდი ხნის კანალი რა, ანუ შეერთებული გაქვთ და თქვენზე ვარჯიშობენ მოკლედ რა. ნახეთ როგორი დემონები გამოვიდა. ჯადოქარი გამოისახა თვითონ, აი აქაც. ნახეთ ჯვარი მეთქვი და ნახეთ, აი ნახეთ როგორაა და ნახეთ ეს თლიანად თქვენ ხართ და დემონები ყავთ შიგნით, ნახეთ და თქვენს ოჯახის წევრებს. ესე იგი ყველა ღვთისაგან ხსნი, როგორ მაბნევენ ნახეთ. როგორც ძაღლი ძვალს ღრნის, ყმუის და მიწას თხრის, ძალიან მიჭირს რომ იცოდეთ, მე უკან ახლა ისე მებძვიან, არ მაცდიან წავიკითხო. ასევე ჯადოს გამკეთებლის სულმა იყმულოს და იქნესოს, საკუთარი ბოროტებით თვითონ დაიტანჯოს, დაიკონიტოს ხელები და დაიკაბინოს ფეხები და დაეკეტოს მას ყველა გზები. დაე ეს მთელი ძაღლური ჯადო მის გამკეთებელთან უკან წავიდეს, მიუბრუნდეს და ჩაესოს მას და იპოვოს ადგილი მასში. ვერავინ შეაჩეროს ჩემი საქმე, ამ ლოცვით ნათქვამი ჩემი სიტყვები უკან ვერ მომიბრუნოს. 3 გასაღებით ხურავ და 3 ბოქლომით ვკეტავ ჩემს საქმეს. ამინ. არ არის ეს კარგი, კარგად არ წამოვიდა. კიდე უნდა წავიკითხო, გოგოებო, ბიჭებო, კიდე არ მომწონს მე ეს, არ მომწონს. აი აქ წამოვიღებ ხა რაც არის, აი ეს თქვენი მეც ხომ მიკეთებენ ჩემი ძაღლური, თქვენი ძაღლური ცხოვრება, ვინც გვისურვა, ხო? ვინც გვისურვა, ნახეთ. უკან მიუბრუნდეს აი ეს ყველაფერი, ყელზე წამოცმული საყელურები, ტანზე ძაღლური სასიკვდილო ისინი პერანგების ჩაცმა, მიხვდით ხო?
რო დაიტანჯოთ, რო დაგენგრეთ ყველაფერი და მარტო ფორიაქში იყოთ და ვერ გამოხვიდეთ მდგომარეობიდან, ხო? აი ეს ყველაფერი ხა რაც გაიხსნა, პირად ეს კარგია, მაგრამ მე კიდე წავიკითხავ მეორე სანთელს ავიღებ, იმიტომ რომ არ მომწონს ეს. ეხა კი კარგად წამოვიდა, მაგრამ ნახეთ აქ რამხელა ქსელია, რამხელა არხია გაბმული. ეს არის დიდი ხნის წინ, ნახეთ. ისა რა ქვია, პირუტყვის სახე ამოვიდა, ბეგემოტი ამოვიდა, აქ არის ესე იგი თვითონ ჯადოქარი, აი ხა აქ ზის 1 2 ნუ აქაც და როგორც იცით გუდა აქვს რა, გუდა და გუდაში აქვს, ესე იგი თვითონ თქვენსკენ და ჩემსკენ უშვებს თავის ნაგავ ცხოვრებას და თქვენ გპარავთ თქვენს კარგს, მიხვდით? თქვენ გპარავთ თქვენს კარგს. გასაგებია, გავაგრძელოთ. რთულად მიდის, რთულად მიდის. რთულად მიდის, ნახეთ. რამხელა დემონებია, ხედავთ? ნახეთ. აი აქაც ნახეთ. აი ბავშვი მუცელს შეხედავთ? თქვენ რო განაყოფიერება, აი აქ ნახეთ ეს ლამაზი ყელსაბამი, უყურეთ, ნახეთ, რამხელა დემონებია, ხედავთ? ო პაპა, რამხელა დემონებია, ხედავთ? ეს თლიანად თქვენი სხეული წარმოიდგინეთ, ზუსტად ჯვარივით, აქაც ნახეთ, აქაც. აი ესეც, აი ეს რაღაცაზე ლოცულობენ, მაგრამ თეთრ იმებზე არა, რა თქმა უნდა. ესე იგი ჯვარი გაქვთ, ნახეთ, თქვენი აურა თავი და ტანი, ნახეთ, ესა ძაღლია და ჯვარი გაქვთ თეთრი დასმული და სულ შავში გაქვთ, ნახეთ, შავში, აი აქ, აი ნახეთ როგორი დემონებია საშინელი, აი აქაც ერთი ადამიანი, 2 ერთმანეთს აზიან, რომ ვერ გაიხაროთ, რომ ვერ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, მიხვდით? ვაგრძელებ მეგობრებო. აი ახლა იქნება ცოტა მომეშვას, იმიტომ რომ არ არის ადვილი. რა იბუთქა. ხმა თუ გაიგეთ. კინაღა. კამერაც ჩხუბობს. დავიწყე მეგობრებო. შევნასკლავ მე მონა ღვთისა თქვენი სახელი. ჩემს საქმეს 12 კვანძად, 12 ღვედად, ძაღლური ჯაჭვის წინააღმდეგ. შავმა სულმა ძაღლური ცხოვრების ჯადო მომახვია, ჯადო მომაბა, მოკაჩა ქსელი, მომაჭიმა წნულები, ყელზე წამომაცვა ბაწარი და შემიკრა ძაღლის მისაბმელი კვანძები. ცბიერმა სულმა ღვთის მონა სახელი თქვენი გაძაღლებულ მატლად აქცია, რათა ღვთის ადამიანები ეწამობდნენ და იტანჯებოდნენ, მახჩობენ. დღე და ღამე სიმშვიდეს ვერ პოულობდნენ, სიმწრით ყმოდნენ და სხვა ცრემლების დიოდეთ. შავმა სულმა თქვენი სახელი ყელზე ძაღლური საყელური ჩამოაცვა, ძაღლური ჩააცვა ტანზე სასიკვდილოდ, სატანჯველად, დასანგრევად და საფორიაქოდ. მე ნინია ავიღებ ჯვარს ხელში, მოვხსნი მონა ღვთისაგან თქვენი სახელი. ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჩურჩულს, ყველა ამ ჯადოს ლოცვებს და დასახმარებლად წმინდა ვლასი მოვა. ამოაძრობს მონა ღვთისაგან თქვენი სახელი. ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჯადოქრულს, ყველა ძაღლურს, აი გაიგო სანთელმა, ყველა ძაღლურ დასმულ და
მიწებებულ ჯადოებს და როგორც ძაღლი ძვალს ღრნის, ყმუის და მიწას თხრის, ასევე ჯადოს გამკეთებლის სულმა იყმულოს, იქნესოს, საკუთარი ბოროტებით თვითონ დაიტანჯოს, დაიკვნიტოს ხელები და დაიკბინოს ფეხები და დაეკეტოს მას ყველა გზები და ეს მთელი ძაღლური ჯადო მის გამკეთებელთან უკან წავიდეს, მიუბრუნდეს და ჩაესოს მას და იპოვოს ადგილი მასში. ვერავინ შეაჩეროს ჩემი საქმე. ამ ლოცვით ნათქვამი ჩემი სიტყვები უკან ვერ მომიბრუნოს. სამი გასაღებით ვხურავ და სამი ბოქლომით ვკეტავ ჩემს საქმეს. მეგობრებო, ძალიან, აი კიდე წამოვიდა. უჭირს, მაინც მოდის, კარგად მოდის ნელ-ნელა, მაგრამ იხსნება. მე ხო ეხა თან შეგრძნებები მაქვს, იმიტომ ვაკეთებ ხოლმე ხანდახან რომ ჩუმდები, სანთელს უყურებ, ენერგიებს ვაკვირდები, მაჩერებენ, მებრძვიან. შევკრავ, შევნასკვალ მე მონახთისა სახელი ჩემს საქმეს 12 კვანძად, 12 ღვედად ძაღლური ჯაჭვის წინააღმდეგ შავმა სულმა ძაღლური ცხოვრების ჯადო მომახვია, ჯადო მომაბა, მოქაჩაქსელი, მომაჭიმა სნეულები, ყელზე წამომაცვა, ბაწარი და შემიკრა, ძაღლის მისაბმელი კვანძები, ცბიერმა სულმა ღვთისა მონა სახელი გაძაღლებულ მატლად აქცია, რათა ღვთის ადამიანები ეწამოდნენ და იტანჯებოდნენ, დღე და ღამე სიმშვიდეს ვერ პოულობდნენ, სანთელი ცუდად მუშაობს, ძალიან სიმწრით ყმოდნენ და ზღვა ცრემლების სდიოდეთ, შავმა სულმა სახელი, ყელზე ძაღლური საყელური ჩამოაცვა, ძაღლური ჩააცვა ტანზე სასიკვდილოდ, სატანჯველად დასანგრევად და საფორიაქოდ მე ნინია უფლის დახმარებით ავიღებ ჯვარს ხელში, მოვხსნი მონახთისა სახელი გან ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ყველა ჩურჩულს, ყველა ამ ჯადოს ლოცვებს და დასახმარებლად წმინდა ვლასი მოვა, ამოაძრობს მონახთისაგან სახელი ყველა ძაღლურ ტანჯვას. სანთელი არ მუშაობს, ხედავთ ხო, რეები ხდება თქვენ წინ. ყველა ძაღლურ დასმულ და მიწებებულ ჯადოებს და როგორც ძაღლი ძვალს ღრნის, ყმუის და მიწას თხრის, ასევე ჯადოს გამკეთებლის სულმა იყმულოს და იქნესოს, საკუთარი ბოროტებით თვითონ დაიტანჯოს, დაიკვნიტოს ხელები და დაიკბინოს ფეხები და დაეკეტოს მას ყველა გზები და ეს მთელი ძაღლური ჯადო მის გამკეთებელთან უკან წავიდეს, მიუბრუნდეს და ჩაესოს მას და იპოვოს ადგილი მასში, ვერავინ შეაჩეროს ჩემი საქმე. ამ ლოცვით ნათქვამი ჩემი სიტყვები უკან ვერ მოაბრუნოს. სამი გასაღებით ვხურავ და სამი ბოქლომით ვკეტავ ჩემს საქმეს. ამინ. კიდე ერთხელ ვკითხულობ და მერე უკვე სხვანაირად, მომიწია, არ ვაპირებდი, იმიტომ ვამბობ როგორ წავა რიტუალი და წმენდა, მე არ ვიცი ხოლმე. შევკრავ, შევნასკვალ მე თქვენი სახელი ჩემს საქმეს 12 კვანძად, 12 ღვედად ძაღლური ჯაჭვის წინააღმდეგ. შავმა სულმა ძაღლური ცხოვრების ჯადო მომახვია, ჯადო მომაბა, მოქაჩაქსელი, მომაჭიმა წნულები, წელზე წამომაცვა, ბაწარი და შემიკრა ძაღლის მისაბმელი კვანძები, ცბიერმა სულმა ღვთის მონა სახელი თქვენი. გაძაღლებულ მატლად აქცია, რათა ღვთის ადამიანები ეწამოდნენ და იტანჯებოდნენ, დღე და ღამე სიმშვიდეს ვერ პოულობდნენ, სიმწრით ყმოდნენ და ზღვა ცრემლების სდიოდეთ, შავმა სულმა სახელი თქვენი. ყელზე ძაღლური საყელური ჩამოაცვა, ძაღლური ჩააცვა ტანზე სასიკვდილოდ, სატანჯველად დასანგრევად და საფორიაქოდ მე ავიღებ ჯვარს ხელში, მოვხსნი მონახთისა
სახელისგან ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჩურჩულს სანთელი არ მუშაობს. ყველა ამ ჯადოს ლოცვებს და დასახმარებლად წმინდა ვლასი მოვა. ამოაძრობს მონახვთისაგან სახელი ყველა ძაღლურ ტანჯვას, ყველა ჯადოქრულს, ყველა ძაღლურ დასმულ და მიწებებულ ჯადოებს და როგორც ძაღლი ძვალს ღრნის, ყმუის და მიწას თხრის, ასევე ჯადოს გამკეთებლის სულმა იყმულოს და იკვნესოს საკუთარი ბოროტებით თვითონ დაიტანჯოს, დაიკვნიტოს ხელები და დაიკბინოს ფეხები და დაეკეტოს მას ყველა გზები. ამინ. დაე ეს მთელი ძაღლური ჯადო მის გამკეთებელთან უკან წავიდეს, მიუბრუნდეს და ჩაესოს მას და იპოვოს ადგილი მასში. ვერავინ შეაჩეროს ჩემი საქმე. ამ ლოცვით ნათქვამი ჩემი სიტყვები უკან ვერ მომიბრუნოს. სამი გასაღებით ვხურავ და სამი ბოქლომით ვკეტავ ჩემს საქმეს. ამინ. ნუ მეგობრებო, რა გითხრათ, საშინლად მუშაობს სანთელი, ძალიან ცუდად მუშაობს და აქ არის ძალიან დიდი წლები ნამუშევარი და ეხა მე ვეცდები რომ გავარღვიო აი ეს ყველაფერი, ვიწევ აქ. ვინც მოვიწვიე ნათელი ძალები, რომ მოიხსნას ვლასი, წმინდა ვლასი ვთხოვ, რომ მოიხსნას აი ეს ყველაფერი, აი ეს ძაღლური ცხოვრება, რაც გაგვიკეთეს და ჩვენს ოჯახებს და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გაუკეთეს. ავადმყოფობაზე, სიკვდილიანობაზე, უეცარ სიკვდილზე, ძილში რომ მუშაობენ, თქვენ რო გძინავთ და მაშინ რომ მუშაობენ, ღამის ჯადოებს რო აკეთებენ, ღამე რო გიტევენ, მიხვდით ხო? და დილით რო დგებით და გახრჩობთ რაღაცა. ეს არის ძაღლური საყელური, როგორც მაგიური საყელური. მაგიური ბევრად განსხვავდება, მაგრამ იქ სხვა დატვირთვა მიდის თავზე, მაგრამ ეს არის მთლიანად მუქაჩვა კი. აი მთლიანად მუქაჩვა აქ. უყურეთ. მე ხა ვხსნი აი ამ ჯაჭვებს, აი ამ ძაღლურ ჯაჭვებს, ძაღლის ჯაჭვებს, სპეციალურად ჯადოთი დათქმულს, ნაჩურჩულებულს, რაც ესე იგი ზაგავორები იყო, აი ამ ბლოკებს, ჯაჭვს საერთოდ თქვენგან ვხსნი და ვკეტავ იმ ჯადოქარზე, კალდუნიაზე, რომელმაც ეს მოგაბათ ყელზე და თქვენს სახლობლებს და თქვენს საყვარელ ადამიანებს ასე ცუდად მოექცნენ. რა თქმა უნდა, წმინდა ვლას ვთხოვ, გააქტიურდეს და დაგვეხმაროს, რომ ნახეთ, აი ქალის სახე ამოვიდა, ჯადოქარი დაგვეხმაროს, რომ აი ეს ყველაფერი წამოვიდეს, მოიხსნას, გაიხსნას და შავი სანთელი გაგიჟდა. ვხსნი აი ამ ყველაფერს, ძალიან უჭერს. ალება აქვს, ნახეთ როგორი, ესე არ უნდა იყოს, უნდა აწვეთავდეს, უნდა ჩამოდიოდეს სანთელი, დაბლა უნდა ეწვეთებოდეს, ეღვენთებოდეს, მიხვდით ხო? ვხსნი აი ამ ყველაფერს, ვხსნი ძაღლურ ცხოვრებას, განთავისუფლებთ ჩემს თავს, ნინიას და თქვენ მეგობრებო, ჩემს კეთილის მსურველ და კარგ გამომწერებს, რომლებიც არ ამყავხართ ბოროტები, რომლებიც ფიქრობთ, რომ სხვებს პირიქით კარგი გაუკეთოთ და ცუდი აზრები არ მოგდით თავში. სხვათა შორის აქ თავს მიჩვენებს, იმიტომ რომ ყელში რო გიჭერენ, ხო, ყველანაირად გაბავენ. საფლავზეც არის, საფლავზეც მიბმა არის, იქ აკეთებენ სასაფლაოებზე, სპეციალურად აკეთებენ. ეს შურია ურთიერთობებზე, ფინანსებზე, თანამშრომლ ურთიერთობებზე, სამსახურში, ვაჭრობის დონეზე, ვისაც რა ობიექტები აქვს, ხო?
იმას რატო უფრო კარგად აქვს ვაჭრობა და მე არა მაქვს და ან ჩემს გვერდზე რატო დგას, ეხლა ამას მიჩვენებენ და იმიტომ საუბრობ, მიხვდით ხო? ანუ არის ეთყობა ესეთი რაღაცაც, რომ ბიზნესში და სამსახურშიც გიშლით, მიხვდით ხო? არა მარტო ოჯახში, რა თქმა უნდა, ხო? გასაგებია, მეგობრებო. ну, აქ ამოვიდა, უყურეთ, აი ესე ფეხი ამოვიდა, ხედავთ? ფეხი ამოვიდა. ჯერ გაშრეს ცოტა და მე ამით არ დამიმთავრებია, მე ეს უნდა გავხსნა, თორე ესე არ შეიძლება არანაირად, რომ სანთელმა ძლივს იმუშავა, აი ძალიან ძლივს იმუშავა, რასაც ქვია, მე ახლა ისედაც ჩემი ენერგიით მუშაობ, მაგრამ ნათელი და მაღალი ნათელი ძალების დახმარებით, მე ახლა გავაგრძელებ ჩემი ენერგიებით მაქსიმალურად ეს თქვენი სახელია, ხო? თქვენი სახელია. დაასახელეთ თქვენი სახელი. აი ასე. განთავისუფლებ. ცოტა თავრო დაგეხვევათ, არ შეგეშინდეთ, ენერგიები შემყავს ჩემი. თქვენი ნებართვით ნათელი ენერგიები ხელებზე აი აქ მხრებზე უყურეთ აი აქ ნახეთ აი ესე გავაკეთებ აი ასე ნუ გეშინიათ აი ასე აი აქ ყელზე გისუფთავებთ ნახეთ თავრო დაგეხვევათ ან თავში თითქოს ჩაგარჭეს ყელი პირი გაგიშრებათ შეიძლება რაღაცა აი დამწვრის გემოც გქონდეთ ხო დამწვრის გემოც მიხვდით აი აქ წელზე უყურეთ აი ესე მთლიანად აი ესე ფეხებზე გისუფთავებთ აი ესე გისუფთავებთ ყველაფერს ყველანაირად ესე გასუფთავებთ ჩემო კარგებო აი ასე დავიწყე მოკლედ ნახეთ როგორი ფეხი გაქვთ დაბიჯებული დატკე აი რო ვერ გაინძრეთ რამხელა დემონები ყბები ნახეთ აქრეები ხდება ხედავთ ოხო ნახეთ საშინელ კიდე ხე ამოვიდა ნუ ოჯახებზე ვისაც არა გაქვთ საგვარეულო წყევლა ნაყურები გირჩევთ რომ უყუროთ იმიტომ რომ ხე გამეორდა მესამეჯერ მგონი მე ხლა კაცრავად აი ეს დავიწყე ხა მე თქვენი სახელი თქვით ვასუფთავებ აი ამ ყელის ჩაკრას გისუფთავებთ, იმიტომ რომ უკვე მოიხსნა ეს ჯაჭვები მე გავხსენი წმინდანების დახმარებით, უფლის დახმარებით, ჩემი წინაპრების დახმარებით და აი ეს რაც დარჩა, აი ეს რომ ნახეთ მეც ხმა შემეცვალა ეტყობა, მეც რაღაცა გამიკეთეს, რა ვიცი ალბათ. რო ისეც არ ეზარება, რომ გამაჩუმოს, რომ არ დაგეხმაროთ, მიხვდით ხო? ნახეთ, ეხა ეს ცუდი ენერგიები, ეხა ყელის ჩაკრაში ვარ მე, ხა ყელის ჩაკრას ამოვწმინდავ, რომ ესე იგი გაგისუფთავდეთ, რომ შეგეძლოთ საუბარი, რომ შეგეძლოთ უარის თქმა, რომ შეგეძლოთ დასტური, ხო, რაღაცის ვიღაცასთან, თქვენი სურვილების გამოთქმა, ნახეთ, როგორი სიშავე წამოვიდა ყელის ჩაკრა გაიწმინდეთ, მაქვს რიტუალი. გასაგებია მე ახლა დაბლა შევეხები შიგნიდან ვარ მე ყელში აი ეს საყლაპავი რო გვაქვს ხო საყლაპავი აი ეს აი იქ რო გვაქვს საყლაპავი აი ამ საყლაპავს შევეხები შიგნიდან საყლაპავს გავწმინდავ მანდაც არის პორჩა თუ არის რამე ნეგატივი არის კი ამოვასუფთავებ ამოვიტან კი, ოპა, ნახეთ როგორი შურია, რომ დაგიკეტონ, რომ ვერ ილაპარაკოთ, ოხო, რამხელა შურია,
ნახეთ იტირა სანთელმა შავი ცრემლებით იტირა, ხო ხედავთ არა? კი, ნახეთ როგორ იტირა. მე ახლა შეგრძნებები გექნებათ, არ შეგეშინდეთ. ეს უკვე ჯაჭვი რო გაიხსნა, მოიხსნა, ბლოკები მოიხსნა. ეხლა მე აქ განკურნება ჩათვალეთ კი არა, განკურნებას ვაკეთებ. იმ შავ ენერგიებს, რაც დარჩა цаრიელი, ვავსებ ეხლა მე აი ამ თეთრ ენერგიებს თქვენი ყელის ირგვლივ. ეხლა გარედან ვარ, ყელი, კისერი, აი ესე დავდივარ. აი ესე მოვხსნი ნაკვალებს, ჯაჭვის ნაკვალებს, მიხვდით ხო? მოვხსნი. აი ნახეთ. ჩხლეტები შეიძლება თავში იგრძნოთ, გული აგიჩქარდეთ, მიხვდით ხო? ნახეთ, აი ამ ყველაფერს ამოვიტან. ახლა მე მხრებზე გადავალ, ეს თქვენი მარჯვენა მხარეა. იმიტომ რომ მკლავებს სიმძიმე ხო გქონდათ, აი აქ მხრებზე იდაყვამდე, მხოლოდ იდაყვამდე. კი, ნახეთ, აქ სუშნასწი ზის მარჯვენა მხარეს, ნახეთ, აი თქვი და იცკაპუნა სანთელმა გაიგო. სუშნასწი ზის ჩამოდის სუშნასწებო, უსულო არსებებო, ნახეთ. ვიღაცა მამაკაცი ან მამაკაცის გამო არის მოკლედ აქ არადი მიდის, ზეიმი მიდის, მარცხენა მხარე იდაყვამდე, მარცხენა მხარე. ხო. მარცხენა მხარე იდაყვამდე. კისრიდან, ზემოდან ეს ჩამოვდივარ, იდაყვამდე. ავდივარ, ამოვასუფთავებ, თუ კი რამე არის, აქ ბოროტის სული ზის, რო იცოდეთ, ნახეთ. დამხობილი, ხედავთ? დამხობილი, აი ეს რკალივით ამოვიდა, ნახეთ როგორ არის. აი ესე. ნახეთ? უკაცრავად. მინდა რომ კარგად ამოვწმინდო და მოვიწიე. ესე იგი არ უნდოდა, ნახეთ, სუშნეს რო ამომეღო. არ უნდოდა რომ ამომეღო. მაგრამ რას ამბობ? აი ნახეთ. ნუ მარჯვენა უფრო არის, მარჯვენა და ჩაქვრა, გამარჯობა. სიკვდილზეა გაკეთებული, მეგობრებო. მაქვს მე საფლავზე გაკეთებული ჯადოების მოხსნა და უყურეთ. წმენდა არის. კი, აქ სიკვდილზეა. ეხლა მე ავალ აურას, აი ესე ჯერ თავზე, ეხლა ან ჩხლეტებს იგრძნობთ, ან რაღაცას იგრძნობთ, არ არსებობს თავბრუსხვევას. ნახეთ. ყიფლი ბანდი, მეშვიდე ჩაკრა. აი აქ წვდომა რო გაქვთ ჩაკეტილი წვდომა, ჩაკრები გაიწმინდეთ, ჩაკრები. ნახეთ. ოპაპა. მე ახლა თქვენ აურას, თქვენ სხეულს, თან ვოლტს უყურეთ, ის თქვენია, უყურეთ და თან სანთელს. აი ესე შემოული აურას, დაბინძურებული, ჩაკეტილი აურას. აი ესე გავწმინდა. სანთელი შავადტირის ხალხო უყურეთ, შავი ცრემლები ჩამოსდის. არ მაცდიან რო გავაკეთო, ნახე, არ მაცდიან. წეღან საერთოდ ლოცვებზე რო ხსნიდი ჯაჭვს, ხო, ძაღლური ცხოვრებისგან მომმოლს, იქ არ მუშაობდა. აქ ჩქარა მოდის, რო ესე იგი მე საქმე არ დავამთავრო, მიხვდით, ხო? ნახეთ, რეებს აკეთებენ. ამათ ინებაა, მე რო საქმე არ დავამთავრო. ამათ ვინა გითხებათ არა? მოკლედ, ეხა ცოტა მომეშვა, გამთავისუფლდი. აურა, ესე. ეხლა წამოვიღებ, თუ კი რამე დარჩა, თუ კი რამე არის, რაც არ თქმულა, რაც გავიფიქრე და არ თქვი სიტყვაზე, ხო? აი ამ ყველაფერს ჩემგან და თქვენგან სახელები ხსნი. აი ამ ბლოკებს თუ კი რამე დარჩა კიდე
ნაკუწები ენერგეტიკულად აი ამ ყველაფერს ესე ამომაქვს, ნახეთ სანთელი როგორც ცუდად მუშაობს. ამომაქვს ეს, ამომაქვს ყველაფერი. არ უნდა, ნახეთ, აალება აქვს, მარტო აალება აქვს, არ უნდა რომ დაეწვეთოს, ნახეთ? ნახეთ თქვენ წინ. აი ეს ბოროტის სულები, ახლა უკან და აქ რომ იდგანან, ვერ მოერევით თქვენ მაღალ ნათელ ძალებს. სადაც ესადა წმინდა სესულსა, მამასა და ესადა წმინდა სესულსა, მამასა და ესადა წმინდა სესულსა, წმინდანის და კონტექნისამდე ამინ. აი ესე გასუფთავებულები ვიყოთ მეც და თქვენც და ჩვენიანები, ჩემო კარგებო. როგორც ეს სანთელი იყო მთელი და არასოდეს აღარ გამთელდება, ისე სახელი შენი უბედურება, ეს მიბმები, ეს ძაღლური ცხოვრება, აი ეს ყველაფერი წავა და აღარ დაგიბრუნდება უკან. ჩემი სიტყვები აქ თქმული უფლისგან ნაბოძები. აი აქ ვერავინ მომიბრუნოს უკან, მე როგორც ვთქვი, ისეც იქნება. სამი გასაღებით ვკეტავ, გასაღები გლიდენ. და გასაღებს ისეთ ადგილას ვინახავ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ იპოვის, ვერ გახსნის. ნახეთ, რეები ხდება, ნახეთ. Снимаю чиша. Негатив убираю, вытаскиваю, вымаливаю, вытягиваю. Охо-хо, ნახეთ ეს სიტყვები რო თქვი. Негатив убираю. назад. უკან ჯადოს გამკეთებელს მისამართით ვუშვებ ბუმერანგი, აი იქ როდებს ბუმერანგი მარჯვენა მხარეს. უკან ვუშვებ გაათასმაგებული სისწრაფით ვთხოვ სამყაროს, რომ დასაჯოს მტერი სწრაფად, ძლიერად და ტკივნეულად სასტიკად დასაჯოს, გაასამართლოს სასტიკად, გაასამართლოს მტერი. ამინ. არ უნდა იფეთქა, მაინც იფეთქა, ხედავთ რეები ხდება? ერთი წუთით მე ეს არ მინდა აქ რომ ამეწყებოს უკაცრავად, სხვანაირად აი აქ რომ იმეკრო, აი ესე ვარ სულ სანთლებში მე ჩემო გოგოებო და ბიჭებო. ეხლა უყურეთ თქვენ. ამას გავწმინდა. კიშ, არ გვინდა. ცუდი ენერგიები არ გვინდა. ეს მე და თქვენ. ესე ენერგიები აურა გავწმინდოთ. ეხლა მე რა უნდა გავაკეთო იცით? კიდე არ გადმოვაგდო რამე. ეს არის უკან სვეტაევა და ნაკურთხი წყალი. აი ამას აი ესე დავდებ, ეხდით ხო? მე და თქვენ. და ეს არის პაცსოლნუხი უფლის მზეს უმზირა, რომ ამას აი ახლა აი ესე დავადებ. ეხდით ხო? აი ესე იქნება აქ ჯერჯერობით. აი ესე დავდებ, აი ესე აქ დავდებ. აი ესე აქ დავდებ. აი ჩანს ცოტა უკან. აი ესე იყოს, რომ მზე გქონდეს, რომ გახარება გქონდეს, რომ ცუდი ვერაფერი ვერ გაგვიკეთო, მიხვდით ხო? და აი ესეც არის თქვენი პირადი ანგელოზი და ვიზეც გააკეთებთ, მიხვდით ხო? თქვენი პირადი ანგელოზი და ამასაც აი ესე ჩემზე და თქვენზე და მე ვისაც უყურებთ, იმაზე დავადებ. და აი ეს არის ბუმერანგი მტერზე, აი ეს ბუმერანგი მტერზე, ვინც ესე იგი, აი ეს ძაღლური ცხოვრება გაგვიკეთა მე და თქვენ, მიხვდით? მე და თქვენ აი ეს ძაღლური ცხოვრება გაგვიკეთა,
ხო ხდებით არა? აი ეს ამას ეხა ესე აუბრუნებ ჩემი მაგიური ძალებით. წმინდა ვლას ვთხოვ, რომ კონკრეტულად მიუბრუნოს უკან, აი ესე იყოს აქ მიუბრუნოს უკან და მე და თქვენ განთავისუფლდებით აი ამ საშინელი რაღაცეებისგან. აბა კიდე რა მოვიდა აქ? აი დიდი გუდა. ნახეთ 1 2 3 და დემონს მართავენ, ნახეთ? დემონს. რამხელა დემონია. აი რაღაც იმას გავს და იცით რომელ ძაღლს გავს, რო ჯდება და რო ეკეცება, რაღაცა ჯიშია, უცხო ჯიშია. ნახეთ აქაც, ნახეთ როგორი დემონები. აქაც 1 2 3 4 მოკლედ მე ხა კამერა აქ სულებია, ესენი სხვა არაფერი გეგონოთ, ნახეთ, სულები, აქაც სულები, აი გული, ნახეთ, გული, აი გული, ხედავთ? გული, ურთიერთობები, ჩურჩული, რომ ესე იგი თქვენი ანგელოზები, რომ ესე იგი აღარ დაგეხმარონ, მიხვდით ხო? აღარ დაგეხმარონ თქვენი ანგელოზები და აქ სხვათა შორის მართლა როგორ ჯვარივით რომ ნახეთ, აი ესეთი ფორმა აქვს, ხედავთ? ეხა შევხედე. აქ სულ აი რა კონკრეტულად რა აი აქ არის ვირთხა კიდე ვირთხა კრადნიკები არის კრადნიკებზე უყურეთ რიტუალი აქაც რებია აი ასე უყურეთ ნახეთ აი ერთი ბავშვი მეორე და დემონი შუაში ნახეთ ორსულობა ნაყოფი ვის ჯვარი გწერიათ მაგრამ ვისაც ეს პრობლემა აქვს და ვისაც მოეშალა ხო აი ნახეთ აი ქალია აქ ქალი მუცელი და კაცი ამოვიდა დემონიაზის ზემოდან არის ორსულობაზე ლოცვები რიტუალი ლოცვა და უყურეთ აუცილებლად უყურეთ ნახეთ როგორი ისა ბავშვი დემონი ესეც თითქოს ბავშვია ერთი დემონი ორი დემონი იმიტომ რომ ორი ბავშვია მიხვდით და კიდე უყურეთ ენერგია აქედან როგორც ერთი ბავშვი მეორე ბავშვი და ერთი ბავშვი დემონი მეორე ბავშვი დემონი და აქედან უყურეთ როგორ ესე იგი ეს არის ვინ იცით ვინც შეუკვეთა ან ვინც გააკეთა და ეს დემონი ნახეთ იკვებება ამ ენერგიებით იკვებება ნახეთ უყურეთ რა საშინელებებია აი მთვარეზე ხაა გაკეთებული წინა მთვარეზე და ეხა ამ მთვარეზეც არის გაკეთებული. ნახეთ გაიხსნა, აი, ნაფეხური და კლიტე, ნახეთ როგორი დაპეჩატებული იყო, ნახეთ გაიხსნა ამათი ნამუშევარი, მიხვდით ხო? გაიხსნა ამათი ნამუშევარი, მეგობრებო. ეხა მომისმინეთ, როგორ უნდა უყუროთ? 40 დღე უნდა უყუროთ, არ უნდა ჩააგდოთ. ჩემო მეგობრებო, დღე თუ ჩაგეძინათ, თავიდან დაიწყეთ, იქამდე უყურეთ, სანამ არ ჩაგეძინებათ, იმიტომ რომ როგორც ახლა აქ მე რიტუალებში ყოველთვის მებრძვიან შავბნელი სულები, რომ არ ჩაგიტაროთ ხოლმე, ბოლომდე ვერ გავხსნა ხო ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვერ მაჯობებენ, იციან უკვე მტრებმაც, მაგრამ არ ჩერდებიან და გაჩერდებიან მალე. კიდე და უყურეთ, აი სანამ არ ჩაგეძინებათ, სანამ აი უკვე რო იგრძნობთ, რომ ნელ-ნელ არა უშავს, კიდე თავიდან ჩართეთ, კიდე იმ დღიდან აითვალეთ, იმიტომ რომ არის ეს კითხვები, მე მწერენ ხოლმე გოგოები, ქალბატონები, მამაკაცები, ბიჭები და თქვენ თვითონ მოძებნეთ ხოლმე თქვენს, მე რო კი მწერთ, რომ აი ნინია რა, შეიძლება რაღაცა გირჩიოთ ორი სიტყვით, მაგრამ თქვენი სიტუაცია თქვენ ხო იცით ჩემზე კარგად, ხო? მე ხა დიაგნოსტიკის გარეშე ვერ გირჩევ, მიხვდი? ნამდვილად არ მინდა ვინმესთან მე არ ვწდები, მაგრამ არ მინდა მაინც რომ ესე იგი დიაგნოსტიკის გარეშე მე ვერ გირჩევთ ვერაფერს. მაშინ ჩაიტარეთ, ჩაეწერეთ ისევ ჩემთან დიაგნოსტიკას და გირჩევთ რა უნდა გააკეთოთ და რომელ რიტუალს უნდა უყუროთ თუ მე უნდა გაგწმინდოთ თუ ჯერ ჩემი ძალების პირადად ჩარევა გჭირდებათ. მიხვდით ხო, გოგოებო, ბიჭებო? მოკლედ, იქნება 40 დღე უნდა უყუროთ, 40 დღე. და იქნება 13 ლარი გადასახდელი. დროს აღარ წაგართმევთ, მე ვიცი რომ დროს არ გართმევთ. და აი ეს ჩემო კარგებო, აი ეს ვართ ჩვენ, აი ეს ვართ ჩვენ, აი ესე იდება. ესე იდება. ესე იდება.
24 საათი და მე ამას მერე სხვანაირად დავამთავრებ. მიხვდით ხო? სხვანაირად დავამთავრებ. აი ესე დროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. თქვენთან იყო ნინია.